ეს ერთ-ერთი კერძია, რასაც დღეს პურის სახლში დიდ ნადიმზე მისულ სტუმრებს შესთავაზებენ. ერთ ჯგუფის შეფსარეული საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეკრებილი რეცეპტებით დღეს უძველეს და თითქმის მივიწყებულ კერძებს სტუმრებს მოუმზადებს. ქართული სუფრის საგანძური ამ ჯგუფის ქართული რესტორნების მენიუშიც დღეიდან შევა. რა განსხვავებული კერძების დაგემოვნება შეგიძლიათ დღეიდან და როგორ შეგროვდა ქართული სუფრის საგანძური, ამაზე დღეს ჩვენს ეთერში ამ ჯგუფის შემსარეული ბატონი მალხაზ მაისაშვილი ისაუბრებს. დილომშვიდობისა. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. და იმისთვის რაც მოგვიტანეთ ეს რა ვთქვათ, არ შეიძლება. სასწაული კერძებია, კერძი და შემდეგ უკვე შეიძლება დისკუსია განაგრძე და მე ამ კერძს მივხედავ მანამ. გაერთობი ხო? რა კერძი არის ბატონო მალხაზ, ჯერ ამაზე ვთქვათ. ეს არის თივლური გუფთა. გუფთა რომ თქვით მართლა საოცარი, იმიტომ რომ ხორცია ხო? არ გავს არანაირად. კი, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვისაც სურპრიზი იყო. თავიდან რო ჩავედი დუშეთში და მითხრეს რომ უნდა მოემზადებინა თივლური გუფთა, რატომღაც ველოდებოდი მე ეს გატარებულ ხორცს, მაგრამ ეს სურპრიზად უცბად გემრიელად დაჭრა. ეს არის ღორის ხორცი. კი, ეს არის ღორის ხორცი. მოხარშული კარტოფილი. მოხარშული კარტოფილი. ეს რა არის? ეს არის საფუარიანი ცომი. დიახ. არის გაფრთხილებული, არის ესეც სპეციალური ჯოხი, ეძახიან უხლავს. ეს იქნება წამოიღეთ, რა თქმა უნდა, რითიც ფრთხელდება ძალიან თხლად ეს ცომი და ეს ხდება გადამდნარი ერბო, არის სპეციფიკური სუნელი, აი ლეკურის სუნელი. და იხება ამ ლეკურ სუნელში და ერბოში. შემდეგ კარტოფილი და ცომი ხარშება ერთად და ეს ღორის ხორცი, კარეიკა იჭრება ესე მოგრძო ნაჭრებად. ფაქტია რომ სასწაულია და სურნელი აქვს ისეთი რომ საოცარი. მას კი გვერდს უმშვენებს უკვე აჭარული დესერტი, ანუ არა მარტო ძირითადი კერძი გვაქვს, დღეს გვაქვს დესერტიც. ეს რა არის? ეს არის პურის ცომია, ხო? ჩვეულებრივი ეს არის კატლიანი სინორი, აჭარული კერძი, რომელიც ცხვება ასევე და ფრთხელდება, ეს უხლავია საერთოდ ძველ ქართულ კერძებში და რაიონებში და რეგიონებში ხშირად ხდება, უხლავით ფრთხელდება ესევე ცომი, ანუ ამას არ აქვს არანაირი საფუარი, უბრალოდ არის მარილი და წყლით მოზელილი ცომი და ცხვება თხელი ფირფიტები, შემდეგ იხვება, იბრაწება ღუმელში და თავზე ეყრება გატარებული ნიკოზი და თაფლიანი წყალი. და ეს უკვე საოცარი გახსოვს. ჩვენს დილის გადაცემის გადამღებ ჯგუფთან ერთად ჩვენი მაყურებელი თან ეცნობოდა თქვენს ვოიაჟებს, თქვენ შემოიერათ მთელი საქართველო. დაიწყო პროექტი 2010 წლის ზაფხულში. კი, ასევე სტუმრობდით თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთაც, სადაც ჩვენი მოსახლეობა ცხოვრობს, ძველი ქართველები და იქიდანაც შეაგროვეთ რაღაც რეცეპტები. რატო გახდა აუცილებელი ის რომ მოგიარეთ მთელი საქართველო, არ იყო თქვათ ძველი რეცეპტები სადმე წიგნებში? ეს პროექტი რო დაიგეგმა 2010 წელს ამ ჯგუფის მიერ, ჩვენ ამოვიღეთ წიგნებიდან ეს რეცეპტები, გადავხედეთ ყველაფერს, მაგრამ უბრალოდ გამიჭირდა გემოვნების დასმა. ანუ ესეთი სპეციფიური კერძები და საჭმელებია, რომ არ მოხერხდა მისი ზუსტი დაგემოვნება და გემოზე დასმა და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ შევექმნა ჯგუფი და დაგვეწყო მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში. თითქმის ყველა რეგიონი მოიარეთ. თავიდან საიდან დაიწყო მოგზაურობა? თავიდან მოგზაურობა დაიწყო დუშეთიდან, თურქეთიდან უბრალოდ, შემდეგ აჭარაში, შემდეგ სამცხე-ჯავახეთი, ყაზბეგი. ოჯახები, სადაც მიდიოდით, ხა ყველამ ალბათ არ იცის, ეს არის ბევრი ძალიან ძველი რეცეპტი. როგორ პოულობდით იმ ადამიანებს, ვისაც შემორჩენილი აქვს და დღემდე ეს რეცეპტები ზუსტად ახსოვთ, რომ თქვენ გადმოგდით? ჩვენ რომ ჩავდიოდით რაიონებში, ეცნობოდით თქვათ იმ სოფელს მოსახლეობას, ვაცნობდით ჩვენ პროექტს, გეგმას და აქედან გამომდინარე ყველა შეხვდა ძალიან დიდი ავთოვანები და მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ყველა თითოეულ ოჯახს, ვინც მოგვეხმარა ამ კერძების მომზადებაში. და ხდებოდა ეხლა ყველას რა თქმა უნდა ყველამ არ იცოდა ეს კერძები. უფრო ალბათ დიდი თაობის და უფრო დიდი თაობის, აი დიდი ბებიები, ბაბუები. ანუ თვითონ არ გადასცემენ შთამომავლობას, რომ თქვა დარჩეს ეს კერძები და კონტექსტი. მე წარმოვიდგინეთ ეს ყველაფერი იკარგება და იკარგებოდა. ამისთვისაც არის ალბათ ეს პროექტი, რომ შეიქმნა ეს პროექტი, რომ ჩვენ ეს გადავცეთ ჩვენ მომავალ თაობას და არ არის ეს მხოლოდ და მხოლოდ სარესტორნო ბატონო მალხაზი, იყო რაღაც ისეთი კერძები, რომელიმე რაიონში, რომელიც არ იყო დამახასიათებელი იმ რაიონისთვის?
რომელიმე კერძი შეგხვდათ ისეთი მაგალითად იმერეთში ან რაჭაში, რომელიც არ იყო დამახასიათებელი იმ რაიონისთვის და იგივე სახელწოდებები, ყველა საკმაოდ ისეთი განსხვავებული სახელწოდება აქვს. კი. ხო არა, ეხლა როგორ იყოთ იცით, აი თქვა სამეგრელოში, რაჭაში, თქვა თუნდაც იმ სვანეთში. ხო ცოტა აი კუთხიდან გამომდინარე იყო თქვა ის დასახელებებიც რა. აი თქვა სვანეთში იყო ცოტა მკაცრი სახელები. ზის ხორა, მერწვანში, იგივე შუშა. და ესეთი რა რაჭაში როგორც ყოველთვის მოფერებით კურდღელი ტაბუცული, ბაჭული. სამეგრელოში იყო იმის კოპეშიას, ელარჯი, ჭაბუკია, ჩინჩოლი, ანუ ყველას თავისი. რო გავაკეთეთ გარკვეული ანალიზი. ყველაზე ნოყიერი საკვები სადა აქვს დამახასიათებელი, უფრო ხორცს ადეტანებენ, აი რაღაცა ესე პატარა ანალიზი რო გითხრათ. ძირითადად ხორცს უფრო ეტანებიან მთის რეგიონებში, ეს იყო თქო ყაზბეგში. რძის ნაწარმი უფრო იყო აჭარაში. სამცხე ჯავახეთშიც იყო ხორცეული. აჭარა დესერტებითაც გამოირჩევა. აჭარა დესერტებით გამოირჩევა. აჭარაში იყო ძირითადად რძის ნაწარმი. ანუ იქ ყველაფერი მზადდება იაღზე, ანუ იაღი არის კარაქი, კაიმაღი, ნაღები. თუმცა ამ დესერტს ამ აჭარაში, ანუ ამასაც აქვს იაღი. მართალია დესერტია, მაგრამ ანუ ეს აუცილებელი იყო იმისთვის, რომ თქვა ის ოჯახს უფროსი რო დილით გადიოდა ოჯახიდან ის გვიანობამდე აბრუნდებოდა, ამიტომ ადრე შეიძლება არ ჰქონდათ ის საშუალება, რომ თქვა ესაუზმა ისე რომ თქვა დანაკლებული ყოფილიყო თქვა შუადღეს მოbrunებულიყო ოჯახში ამ დილიდან საღამომდე გასული იყო და ამიტომაც ყველაფერში იყო ეს იაღი. თუნდაც ამ დესერტში არის მიგოზია თქვა არის თაფლი და მოსმული აქვს ამას იაღი ეს კარაკი რომ მთელი დღე ორგანიზმი ყოფილიყო. ეს კერძები შედის ქართულ რესტორნებში, ამ ჯგუფის ქართულ რესტორნებში. საინტერესოა იმ გარკვეულ რაღაც ინგრედიენტებს, რაც არის დამახასიათებელი სხვადასხვა კუთხისთვის. თბილისში როგორ უნდა მოიძიოთ? არა, რა თქმა უნდა, თბილისში ეს ინგრედიენტები არანა არის შოება, ეს პროდუქტი, ეს ჩვენ ჩამოგვაქვს ყველა იმ რეგიონიდან, სადაც თქვა მე ისწავლე, შევისწავლე ეს კერძები, აჭარიდან, სამცხე ჯავახეთიდან. რო იყოს ზუსტი ასლი იმის, რაც იქ რა თქმა უნდა, არის სპეციფიური აი სუნელები არის, თქვა იმ ყაზბეგს აქვს, ის ყულიავა, კიცრული აქვს, სვანეთს და ესე შემდეგ. ასევე აუცილებელი არის შევეხოთ კერძი, ხო? აი იმ გარნიტურას, რაც ჩვენ გვაქვს. დღეს გაიმართება საპრეზიდენციო ნადიმი რესტორან პურის სახლში. და ყველაფერი იქნება გაწყობილი ესეთ სერვისში, რომელსაც ამკობს უძველესი ქართული ტრადიციული ორნამენტები. ოღონდაც ეს არ არის რომელიმე ერთი კუთხისთვის დამახასიათებელი, ეს არის მთელი ნარევი. აი ეს მე ძალიან მომეწონა ეს ტიპში. როგორ მოხდა ამ ყველაფრის მოძიება და ამ ყველაფრის შემუშავება? ეს ყველაფერი ჩვენ მოვიძიეთ გარკვეული მაიმ ისტორიული თქვა იმ წიგნებიდან ეს ორნამენტები ეს ყველაფერი სპეციალურად მოხდა შერჩევა ამ ქართული სუფრის საგანძურისთვის და ყოფილიყო განსხვავებული ეს გადასაფარებელი ჭურჭელი სპეციალურად როგორც განსხვავებული კერძი ასევე უნდა ყოფილიყო განსხვავებული ჭურჭელი რუსტუმმა მიიღოს ეს არაჩვეულებრივად როგორც აი თქვა დღეს ერთ ფეროვანი კერძები როგორც არის რესტორანში არამედ ისე როგორც აი განსხვავებული როგორც ქართული სუფრის საგანძური მე წამოვიწყე საუბარი 250-მდე კერძი ეს ყველა თავიდანვე შევა თუ ნელ-ნელა გამდიდრდება მენიუ რა თქმა უნდა თავიდანვე შევა 35 კერძი მთლიანად არ შევა და მე ეტაპობრივად ჩვენ დავამატ ხვალიდან უკვე მენიუ ჩაჯება დღეს პრეზენტაცია გვაქვს გეპატიჟებით. ხვალიდან უკვე მენიუში ჩაჯდება ჩვენ ამ ჯგუფის სელებში ქართულ რესტორნებში. ეს აფირმო საიდუმლოებად დარჩება ამის რეცეპტები თუ თქვა იგეგმება რომ წიგნად გამოვიდეს რომ ნებისმიერი ადამიანისთვის თორსაცდომი იყოს და თქვა შეძლოს რომ ჯერჯერობით ცოტა ხანი საიდუმლო დარჩება გეგმაში არის რა თქმა უნდა წიგნის იქნება გაკეთდება ნუ იქ მომავალში რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა იმისათვის რომ იყავით დილიდან ჩვენი სტუმარი იმისათვის რომ მოგვიტანეთ ეს მშვენიერი კერძი და დესერტი დღეს და იმისათვის რომ გვიტოვებთ ამ კერძსა და დესერტს ჩვენ ჩვენ შორიდან უყურებთ სიუჟეტები გადიდოდა შორიდან უყურებთ ამ შესანიშნავ
აღნიშნავდა მათი საუბრობაზე ეხლა გვაქვს საშუალება რომ მართლა ჩვენ სტუდიაში ვიხილოთ. ეს რეჟისორს მივმართოთ რომ ცოტა ხანი რაღაც შესვენებაზე გავიდეთ ურიგო არის. ასეთი იყო ჩვენი სტუმრის თემა. დღეს 3 საათზე პურის სახლში დიდი ნადიმია და მართლა საოცარ კერძებს დააგემოვნებს იქ მისული სტუმარი. ამის შემდეგ კი უკვე დღეიდან M ჯგუფის ქართულ რესტორნ